გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. მიწისძვრა კახეთში სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდი იყო. რაღაც საშინელი ხმა იყო, თითქოს მიწის ქვეშ გვინვასავით ის რაღაც. ქალაქ გურჯაანში წყლის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, რატომ არ იყენებენ ონკანის წყალს სასმელად და რას პასუხობს მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანია. ზოგლებიც უჩივიან, რომ მოსდევს რაღაცეები. ძალიან უგემური დასალევი და ძალიან გამოვდივართ, რომ იქნება ან ვიყიდოთ. დასერეცხად საჭმელში ვიყიდებ, მაგრამ ისე რომ აი დავნიო, არ ვიყიდებ. კახეთში ქვეწარმავლები მომრავლდნენ, სხვადასხვა სახეობის გველებთან ერთად მოსახლეობა გიურზასაც ნახულობს. რა საფრთხის წინაშე დგანან დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში? სახლებში შემოდიან პირდაპირ. ძალიან ბევრია. ახლა გაიარო მინდორში ყველგან არის. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. რამდენი განაცხადია წარდგენილი კახეთიდან და როდის გამოვლინდებიან მეორე ეტაპზე გადასულები? ჩართვა თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის დირექტორ მალხაზ შუბითიძესთან. ღვინის ექსპორტი გაიზარდა, რომელ ქვეყნებშია დიდი მოთხოვნა ქართულ ღვინოზე? 51 ქვეყანაშია უკვე ქართული ღვინო გასული. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი საათზე შეგეძლებათ, ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზავნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გუყუროთ სილქნეძე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. წუხელ კახეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი იყო. ძლიერი ბიძგები სოფელ გამარჯვებიდან 18 კილომეტრში დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეშიც. ვარსემაშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი მსუბუქად დაუზიანდა, სხვა მსხვერპლი ან დაზიანება მიწისძვრას არ მოყოლია. მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო კახეთის ყველა რაიონებსა და საქართველოს რეგიონებშიც. რაღაც საშინელი ხმა იყო, თითქოს მიწის ქვეშ გვინვასავით ის რაღაც და ვერც მოვედით, წამები გაგძელდა, რაღაცა რამდენიმე წამი გაგძელდა, ბიძგები იყო და მე როცა უკვე გადაიარა, მე მივხვდით, რომ მიწისძვრა იყო. ფაქტიურად მე ახლა არავითარი დაზიანება არ მოხდა რა სახლების, არც სხვერპლი არ მოხდა, ღვთისმადლით უყურებელი მშვიდობიანად დამთავრდა. 11-25 წელს მოხდა. საკმაოდ ძლიერი იყო. მაგრამ არანაირი შეტყობინება არ შემოსულა პირადად ჩემთან და არანაირად სრული სიმშვიდეა, სიწყნარია, სოფელში არანაირი პანიკა არ ყოფილა. არანაირი შეტყობინება არ შემოსულა რაიმე მნიშვნელოვან დაზიანებაზე ან სხვა შემთხვევაზე. მუნიციპალიტეტის ორგანოები და საგანგებო ვითარების სამსახურები გასულები იყვნენ ეპიცენტრის გარშემო მდებარე სოფლებში. მოხდა დათვალიერება ვიზუალური ყველაფრის და რაიმე ასე ვთქვათ თვალშისაცემი ან მნიშვნელოვანი დაზიანება ან სხვა შემთხვევა არაფერი არ არის დაფიქსირებული. ქალაქ გურჯაანში წყლის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ონკანის წყალს სასმელად არ იყენებენ და ხშირად ყიდულობენ ან წყაროდან ეზიდებიან. უნდობლობის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტებს ასახელებენ, რატომ არ ენდობიან ქალაქის წყლის ხარისხს და რა უპასუხეს მოქალაქეების პრეტენზიებს წყალმომარაგების კომპანიაში, საკითხს გიორგი ბაღანაშვილი და დავით პეტროზაშვილი არკვევდნენ. ვიყენებ სახმარად, ესე მაინც დასალევად გული არ მიმდის. გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ნანა ტივიშვილი ონკანზე მონადენ წყალს სასმელად არ იყენებს და მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებისათვის ხმარობს. მისი დაკვირვებით წყალი დაბინძურებულია და იმის გამო, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, სასმელ წყალს ან ყიდულობს, ან კიდევ ჭაბურღილიდან მოაქვს. მე ძირითადად ხანდახან იქიდან მომაქვს ხოლმე, იქით სამწვენიანი კორპუსი რომ არის, იქ კარგი წყალი ამოდის მიწიდან. დაბრუნებულია და იმას ვიყენებ დასალევად. მაგრამ როცა ის არ მაქვს, ამას ვიყენებ რა ვქნა. ხშირად ვყიდლობდი, აი ბოთლები აქ მიყრია, ზოგლებიც უჩივიან, რომ მოსდევს რაღაცეები. ნანა ტივიშვილის მსგავსად წყლის უხარისხობაზე საუბრობენ მის უბანში მაცხოვრებლებიც. ნამდვილად არ ვენდობით. ერთი დღეც რო შეინახო ის წყალი, აი რაღაცა მასავით იკრავს.
როგორ ვთქვა, რბილობივით რაღაცას იკრავ, ძალიან უგემური დასალევი და ძალიან გამოვდივართ, რომ იქნება ან ვიყიდოთ, ან და სხვა იმიდან ავიღოთ როგორმე და ონკანებზე ძალიან ცუდი წყალია შვილი. არა ვსვავ. რატომ არ სვავთ? მე რაღაცები მოსწევს. არ არის სანდო. ორჯერ მე თუდად გავხდი მოვიწამლე მაგ წყლებს და აღარ ვსვავ. ახტალიდან ვიზიდები. დასერეცხალ საჭმელში ვიყიდებ, მაგრამ ისე რომ აი დავლიო, არ ვიყიდებ. 9 აპრილის ქუჩაზე არიან ისეთი რესპონდენტებიც, რომლებიც წყლის ხარისხით კმაყოფილები არიან. სვავთ და არანაირი პრობლემა არ მქონია. ადვენდობით. კი, ვენდობით, მე პრობლემა არ შემხვედრია. ხალხის პრეტენზიებს დღესვე წერილობით გამოეხმაურნენ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში. მათი განმარტებით, გურჯაანში სასმელი წყლის ხარისხი ყოველდღიურად მოწმდება და დადგენილ სტანდარტებსაც აკმაყოფილებს. არის უსაფრთხო ეპიდემიური თვალსაზრისით და უვნებელი ქიმიური შემადგენლობით. კახეთში ქვეწარმავლები მომრავლდნენ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დედოფლის წყაროში, სადაც მოსახლეობა სხვადასხვა სახეობის გოლებთან ერთად გიურზასაც ნახულობს. სოფელ სამთა წყაროში ჩივიან, რომ მათ სიცოცხლეს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრება, რადგან ქვეწარმავლები საცხოვრებელ სახლებშიც კი შედიან. მათი ინფორმაციით გახშირდა დაკვენის შემთხვევებიც, ქვეწარმავლები მომრავლდნენ სოფლის საჯარო სკოლის ეზოშიც, რის გამოც დირექციამ ეზოს სპეციალური ხსნარით შეწამლა. სამთა წყაროს ამბულატორიაში შხამის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს, თუმცა დედოფლის წყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ მათ ვაქცინის საკმარისი მარაგი აქვთ. ოფიციალური ინფორმაციით წელს სამედიცინო დაწესებულებას გველის ნაკბენით მხოლოდ ერთმა მოქალაქემ მიმართა. ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა კი ბოლოს 2010 წელს დაფიქსირდა. ამის გარდა არის კიდევ კავკასიური გიურზა, რომელიც არის ძალიან შხამიანი. იყო შემთხვევები, რომელიც უკმინათ ჩვენთან სოფელში უკვე ძალიან ბევრს. მიუსწრეს საავადმყოფოში გადაარჩინეს. სახლებში შემოდიან პირდაპირ. ძალიან ბევრია. 10 საათი იქნებოდა, მე და რძალი მოვიდოდით. ჭიშკარი გახსნა და პირდაპირ შეხვდა დახვეული გველი და გაგვექცა. ახლა ახომ გაიარო, მინდორში ყველგან არის. შობა დილით სამსახურში რომ მოვდიოდი, პირველ საშუალო სკოლასთან დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, ბავშვები უკვე იმას უშრებოდნენ გიურზაი. დაახლოებით აპრილის ნახევრისთვის შევნიშნეთ რამდენიმე გველი, თანაც მედიცინი გიურზაიც ის. თან ახლა ძალიან დაცხადა ის მე იყო იმის საშიშროება, რომ რა ვიცი. პრევენციული ზომები მივიღებდი. იყო ჩვენთან ადგილზე ვაქცინა, მის შენახვასაც უზრუნველყოფდით და ვაკეთებდით ადგილზე. მაგრამ რაღაცა ალბათ იმასთან დაკავშირებით ასე გითხარით, რომ მას თავისი გვერდითი მოვლენები და ვაქცინის შემდგომი გართულება საკმაოდ მძიმეა ხოლმე, გადაწყდა რომ ეს გაკეთდეს რაიონში საავადმყოფოს პირობებში. რა თქმა უნდა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ამიტომ ვართ მაქსიმალურად მობილიზებული. ვაქცინის გახარჯვის შემთხვევაში მომენტალურად ვახდენთ ბალანსის შევსებას. ასევე საავადმყოფოც არის მობილიზებული. პაციენტის შემოსვლისთანავე გვატყობინებენ, აკეთებენ მოთხოვნას ახალი დოზის. ჩვენ ვაკეთებთ მოთხოვნას დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რომლებიც დაუყოვნებლივ გვაწვდიან ვაქცინას და გადავცემთ საავადმყოფოს. ამჟამად ჩვენს გვაქვს 2 დოზა ანტიგიურზა და ასევე საავადმყოფოს მაცივარშიც ინახება ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, ანტიგიურზას და პოლივალენტური შრატიც. ღვინის ექსპორტი გაიზარდა. ბოლო 5 თვის მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. მათი ინფორმაციით 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი 5 ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი. მთლიანობაში ღვინის ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში $100 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. ზრდა 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64%. ხუთი თვის მონაცემებით უკვე ექსპორტზე გავიდა 25 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო.
საქართველოსთან და შემოსავალმა 55 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თანაც მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის, გაზრდილი ექსპორტის, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალით 51 ქვეყანაშია უკვე ქართული ღვინო გასული და მისასალმებელია, რომ ექსპორტი იზრდება არა მხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე, არამედ ახალ ბაზრებზეც, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი ფაქტობრივად გასამაგებულია გადაზიდვები ამ მიმართულებით. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პირველი ეტაპი ბიზნეს იდეების განცხადების შეტანა უკვე დასრულდა. ახლა საუკეთესო იდეებს აარჩევენ და მეორე ეტაპზე გადასულები ბიზნეს გეგმას დაწერენ. საბოლოოდ გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნეს გეგმების ავტორები. მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრენინგები. წელს რამდენი ბიზნეს იდეა წარადგინეს და როდის გამოქვეყნდება პირველ ეტაპზე გამარჯვებულთა სია, ამის გარკვევას ჩვენ სტუმართან შევეცდებით. თბილისიდან ეკონომიკის დოქტორი, თბილისის ბიზნეს ტრენინგების ცენტრის დირექტორი მალხა შუბითიძე. ბატონო მალხას, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ტელეკომპანია გურჯაანის ახალ ამბებში. 31 მაისს უკვე დასრულდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე განაცხადების შეტანა და თუ გადახედეთ, რამდენი ბიზნეს იდეა დარეგისტრირდა და სავარაუდოდ როდის გამოვლინდებიან მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები. გეტყვით ყველაფერს. მართლაც 31 მაისს დასრულდა ბიზნეს იდეების განაცხადების მიღება. შემოვიდა რეკორდული რაოდენობის განაცხადები, სულ მივიღეთ 6527 პროექტი, რომელშიც გაერთიანებული არის 11181 ადამიანი. მათ შორის კახეთი იყო ჩვენს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური. კახეთიდან მიღებული გვაქვს სულ 2422 ბიზნეს იდეა, რომელშიც 4402 კაცია გაერთიანებული. ესეთი აქტივობა ჩვენ არასოდეს არ გქონია, უკვე მესამე წელია ამ პროექტებს ვახორციელებთ. დაგროვდა ძალიან დიდი რაოდენობა განაცხადების, შესაბამისად ჩვენ დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი ეს დავამუშავოთ. თუმცა დამუშავება უკვე დაწყებულია, ის მიმდინარეობს ძალიან აქტიურად და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ერთ კვირაში 10 დღეში უკვე საბოლოოდ გაირკვევა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც გადავლენ ბიზნეს გეგმების კონკურსის ეტაპზე. ბატონო მალხა, საინტერესოა კახეთის რომელი მუნიციპალიტეტებიდან მიიღეთ ყველაზე მეტი განაცხადი, რომელი რაიონი გამოირჩეოდა წელს აქტიურობით და ძირითადად რა სახის ბიზნეს იდეები წარადგინეს? ყველაზე მეტი განაცხადი მიღებული გვაქვს, რაც არ უნდა საოცარი იყოს, ისეთი ნაკლებად დასახლებული მუნიციპალიტეტიდან, როგორიც არის ახმეტის მუნიციპალიტეტი. 674 განაცხადი გვაქვს მიღებული. საკმაო რაოდენობის განაცხადი გვაქვს მიღებული გურჯაანიდან. გურჯაანიდან ჩვენ სულ მივიღეთ 318 და ასევე თელავიდან 324 განაცხადი გვაქვს. თელავის მუნიციპალიტეტს გულისხმობ. ქალაქ თელავიდან კიდევ 216 განაცხადია. გურჯაანი ისევ როგორც წინა ეტაპებზე გულისხმობ ბარის პროექტებს, აქაც მოწინავე პოზიციებზეა. რაც შეეხება თემებს, განაცხადების, რასთან დაკავშირებით არის განაცხადები შემოსული. სპექტრი არის ძალიან ფართო. ძალიან ბევრი განაცხადი გვაქვს მიღებული, როგორც გითხარით და შესაბამისად იდეებიც არის ძალიან ფართო. გვაქვს რა თქმა უნდა იდეები, რომლებიც უკავშირდება ღვინოს და ღვინის ჩამოსხმას, გვაქვს ტურიზმთან დაკავშირებული უამრავი პროექტები, საოჯახო სასტუმროები, ხილის საშრობები, გვაქვს სოკოს წარმოების პროექტები და ასე შემდეგ. ყველას ამ წუთში ვერ ჩამოვთვლი, იმდენად ფართო სპექტრია. მე გურჯაანს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რაც ჩამონათვალიც გავაკეთე. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართალია ბევრი მუშაობა გვიწევს მიმდინარე პერიოდში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წელს უკეთესი შესაძლებლობა გვეძლება, რომ კარგი არჩევანი გავაკეთოთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს. ბატონო მალხას, როგორც აღნიშნეთ, კახეთიდან 2422 ბიზნეს იდეა დარეგისტრირდა და წინასწარ თუ არის განსაზღვრული, აქედან რამდენი გადავა მეორე ტურში და რას უკავშირებთ, რომ წელს განსაკუთრებულად იაქტიურეს ბიზნესის დაწყების მსურველებმა და ასეთი მაღალი კონკურსია?
მოდით მეორე ნაწილიდან დავიწყებ. მოსახლეობა უკვე დარწმუნდა, რომ ეს არის ქმედუნარიანი პროგრამა, რომ რეალურად მართლა ფინანსდება ასობით ადამიანი, ფინანსდებიან ყოველგვარი ჩაწყობის და წილში ჩაჯდომის გარეშე. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ეს გვახარებს, რომ მოსახლეობამ ის ინერტულობა გადალახა, რომელიც მათ ჰქონდათ. მეორე ეტაპზე გადავიყვანთ, რა თქმა უნდა, იმაზე მეც ვიდრე დაფინანსდება, იმიტომ რომ შემდგომ საფეხურზედაც რომ არჩევანი გქონდეს, მაგრამ ესეთი რამ რომ არსებობდეს წელს რომ გინდა თუ არა კახეთში ამდენი დაფინანსდეს, ქართლში ამდენი და ესეთი მკვეთრად გამოყოფილი აღარ აქვს. წელს ჩვენ უფრო მეტად ვართ ორიენტირებული კარგ და საუკეთესო იდეებზე. ანუ ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება რა იდეამ, რა კონკრეტულ ადგილზე შეიძლება იმუშაოს და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადაყვანასთან დაკავშირებით. იდეების შერჩევისას მაინც უპირატესობა რას ენიჭება? საერთოდ გარკვეული პრეფერენციები ვრცელდება ახალგაზრდებზე, ქალბატონებზე და პირებზე, რომლებიც განეკუთვნებიან რტოლვილთა კატეგორიას. ან სოციალურად დაუცველები, თუმცა ეს ბოლოური კატეგორია არც თუ ისე აქტიურად არის წელს წარმოდგენილი ჩვენს განაცხადების ჩამონათვალში. ისე საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ქალბატონები არიან ძალიან აქტიურები ყველა ეტაპზე, რაც კი ჩვენ გვქონდა მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტები და ასევე პროექტები, რომლებიც უკავშირდებოდნენ მიკროგრანტებს მთის განვითარებისათვის, ქალბატონები იყვნენ ყოველთვის წინა პლანზე. ან შარშან და შარშანწინ დაფინანსებულთა 40%-ზე მეტი იყვნენ სწორედ ქალბატონები. ესე იგი, ივნისის შუა რიცხვებიდან უკვე შეიძლება ელოდონ პირველ ეტაპში მონაწილე კონკურსანტები გადავლენ თუ არა უკვე მეორე ეტაპზე ამის პასუხებს. წელს ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ გადავა მეორე საფეხურზე გავრცელდება ცენტრალიზებულად. ისევე როგორც ეს იყო ეხლა იდეების დროს ყველა საქართველოს მოქალაქემ მიიღო არანაკლებ 3 SMS შეტყობინება იმის შესახებ, რომ იწყებოდა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი რაუნდი. ესევე იქნება გამარჯვებულები ცენტრალიზებულად მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი გადავიდნენ მეორე საფეხურზე. ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია აღარ არის. ჩვენ უბრალოდ სიერს დავამუშავებთ, გადავცემთ მას, ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციის გავრცელება და დამთავრდა. ინფორმაცია უკვე სხვა არხებით გავრცელდება. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ჩაგვერთეთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის დეტალებზე ეკონომიკის დოქტორი, თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრის დირექტორი მალხა შუბითიძე გვესაუბრებოდა. 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გურჯაანის ნომერ 1 საბავშვო ბაგაბაღში ზაფხულის ჯგუფი იმუშავებს. მასში დასაქმებული მშობლების მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები ჩაირიცხებიან. განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგაბაღში სააღრმდელო პროცესი 30 ივნისს შეწყდება. ტრადიციულად 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე ქალაქ გურჯაანის ნომერ 1 საბავშვო ბაგაბაღში იმუშავებს ეგრეთ წოდებული ზაფხულის ჯგუფები. ზაფხულის ჯგუფებში ჩარიცხული იქნებიან ის ახსასდელები, რომელთა მშობლებიც მუშაობენ. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ გადავწყვეტეთ და დავუშვით ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შვილები და დავუშვით აგრეთვე მრავალშვილიანებიც. და კიდევ ერთი განსხვავება იქნება ის, რომ ქალაქ გურჯაანის ნომერ 1 საბავშვო ბაგაბაღში იმუშავებს ეს ზაფხულის ჯგუფები. ამ ეტაპზე უკვე 163 ბავშვია ჩარიცხული, მათ შორის როგორც ქალაქის საბავშვო ბაგაბაღებიდან, ასევე დავუშვათ ველისციხის, ვეჯინის საბავშვო ბაგაბაღის ახსასდელები. უმაღლესი განათლების მქონე პირებს ან მათ, ვისაც ეროვნული გამოცდები წარმატებით აქვს ჩაბარებული, საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სერტიფიცირება აღარ მოეთხოვებათ. როგორც ცნობილია, მოხელის სერტიფიკატი არის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დასაქმების სურვილისათვის აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა. მოხელის სერტიფიკატი სიახლეს წარმოადგენს და ის საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით შემოდის, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა მთავრობის ინიციატივით პარლამენტში უკვე ინიცირებულია აღნიშნულ კანონში შესატანილი ცვლილებები. ცვლილებების მიზეზად ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა სახელდება.
თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევანი სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა კახეთის 4 ქალაქში ახმეტაში, ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში ახალი პროექტი დაიწყო. ტრენინგებში ტრენერებთან ერთად 29 პოლიტიკური პარტიის წარგზავნილი 140 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და საარჩევნო პროცესების მედია მხარდაჭერა ტელერადიო გადაცემათა ციკლის მომზადების გზით, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ. პირველი ტრენინგი ყვარელში უკვე გაიმართა. პროექტის დონორია საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. პროექტის ფარგლებში არის სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე მსჯელობა, როგორც ოლქის წევრების, ასევე წარმომადგენლების და პარტიების ის წევრები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნებში იქნებიან აქტიურად ჩართულები. ჩვენ ვუქმნით მაქსიმალურად იმ გარემოს, სადაც მოხდეს მათი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების უშუალო ურთიერთობა, თემების ირგვლივ გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს მათ როგორც უშუალო კომუნიკაციის დამყარებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია მათი გააქტიურება. გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებამ ღონისძიება ქართული კინომუსიკის კორიფეები გამართა. მოსწავლეებმა ქართული კინოფილმებიდან უკვდავი სიმღერები გააცოცხლეს. ღონისძიება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამით მუნიციპალიტეტში მუსიკის კვირეული დასრულდა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა. დღევანდელი კონცერტი იყო ქართული ფილმებიდან სიმღერები, რომელსაც ასრულებდნენ ჩვენი პატარა ბავშვები და რომლებიც კომპოზიტორებმა ჩვენ დაგვიტოვეს, ასე ვთქვათ, და უკვდავყვეს მათი სახელი ამ სწორედ ქართული ფილმებიდან. ქართული კინო და მუსიკა ხომ ეს განუყოფელია ერთმანეთისაგან და ამდენად მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო და სასურველი იყო ყველა მსმენელისათვის. დღეს მოვისმინეთ არაჩვეულებრივი კონცერტი, განსხვავებული სამუსიკო გაერთიანების მიერ შემოთავაზებული, რომელიც ეძღვნებოდა კონსერვატორიის 100 წლის თავს. ეს არის ქართული კინომუსიკა ბავშვებს და იყო ძალიან განსხვავებული, ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის და ულოცავ დღევანდელ დღეს წარმატებით ჩატარებას სამუსიკო სკოლების გაერთიანებას. დღევანდელი ღონისძიება იყო არაჩვეულებრივი. არიან ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები. რაიონმა უნდა იამაყოს, რომ ასეთი ნიჭიერი თაობა იზრდება. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით მმართველი გუნდი ინიციატივით მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციაში გააკეთდეს ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის შესახებ. კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა. ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია.
პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის უაღრესად სუსტი, ასე რომ მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე რა სიტყვის იმ საკითხთან დაკავშირებით თუ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად არ წავა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. კობახიძის თქმით, კომისიის პლენარულ სხდომაზე თავად და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუბოშვილი აუცილებლად წავლენ. ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი მონაწილეობა, რაც შეეხება პრეზიდენტის არ მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმირებული არ ვარ, აქედან გამომდინარე გამიჯერდება კომენტარის გაკეთება, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას, ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. ეს დადასტურდა მაშინ მათ შორის გულშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე. თქვენ გახსოვთ, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გვესმოდა აბსოლუტურად დრამატული შეფასებები, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფერხეთ საქართველოს თვალს ნატოსკენ, თითქოს ეს გამოიწვევს მორგოვას ინსტიტუციური სისტემის, აღმოჩნდა, რომ არსებული პროექტი გამოიწვევს არა ამას, არამედ პირიქით თვისებრივ გაუმჯობესებას იმ რეგულაციების, რომელიც არის დაკავშირებული თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით, აქედან გამომდინარე მე არ მიგვირს, რომ ის თავს არიდებს პლენარულ სხდომაში ვენეციაში მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან უპასუხეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ზეკა მიშველაძის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მუდმივად ისმის შეურაცხყოფა და ლანძღვა შესაბამისად მის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარიც კი ზედმეტია. ეს არ არის სიახლე, უკვე 3 თვეზე მეტია და ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად ვისმენთ შეურაცხყოფას, ლანძღვას და ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა უკვე სამწუხაროდ ახლა არ არის გარკვეულწილად ვატყობთ ტენდენციას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ტრენდად სურთ ასეთი კომენტარების დამკვიდრება. შესაბამისად, აი ამაზე კომენტარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია. ვენეციის კომისიაში ვიზიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გადაწყვეტილება მიღებული არ არის და რა თქმა უნდა ეს თემა განიხილება, იმიტომ რომ დღეს ეს ერთ-ერთი მთავარი და აქტუალური თემაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითად საკითხებს სარეზერვო სისტემა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის კონცეფცია წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს. დღეს ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, იცით რომ წელს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოვამზადეთ სწორედ ახალი მიდგომები წვევამდელთა სისტემასთან დაკავშირებით. კერძოდ ყველა წვევამდელი გადის იგივე მოსამზადებელ კურსს, როგორც კონტრაქტით მოსამსახურე ჯარში. ჩვენი ეს შეხვედრა ემსახურებოდა გაწვევის სისტემის კიდევ უფრო დახვეწას და მაქსიმალურად მიახლოებას თავდაცვის გაზრდისთვის სამხედრო სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბებისთვის. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ ვთვლით, რომ ასევე აქტიურად ჩაერთონ სხვა სახელმწიფო უწყობებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხანებში ჩამოყალიბოთ კომისია, რათა სახელმწიფომ საზოგადოებას, მათ შორის წევანდელებს სწორად აუხსნას და ანახოს ის სწორი ეფექტური ნაბიჯები, რაც ერთის მხრივ გარკვეულ დისკომფორტებს მოხსნის, მეორეს მხრივ კი სისტემა გაძლიერდება, რომ პირველ რიგში თავდაცვის გაძლიერებას მოხდათ. ახლა კი გამოშვებაში საერთაშორისო ახალი ამბები. ალიანსი ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ მისი წევრების პოზიციები რუსეთის მიმართ პირველად უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე მეტად არის თანხვედრაში. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენსენ სტოლტენბერგმა ამერიკის ხმის სერბულ ბიუროსთან საუბარში გააკეთა. მისი თქმით, ნატო აპირებს გაზარდოს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ამასთანავე გააგრძელოს რუსეთთან დიალოგი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. სტოლტენბერგის განცხადებით ტრამპის
ადმინისტრაციამ და მათ შორის პრეზიდენტმა ბევრ შემთხვევაში გამოხატეს ნატოს მიმართ მათი მხარდაჭერა, თუმცა მისი თქმით მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება. ირანში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17 ადამიანამდე გაიზარდა. აღნიშნული შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო მეი იუწყება. ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 52 ადამიანს შეადგენს. გუშინ 4 შეიარაღებული პირი პარლამენტში ირანის დროით 9 საათზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ ირანში იმან ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდასხმელმა თავი აიფეთქა. თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. შოტლანდია დიდ ბრიტანეთში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო კანონი ცირკში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის შესახებ. ჯერ კიდევ 2015 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ შოტლანდიაში აჩვენა, რომ ცხოვრებთა 98% ცხოველების ცირკში მონაწილეობის წინააღმდეგია. ის შემდეგადაც პეტა შოტლანდიის მთავრობას დაუკავშირდა და ამ საკითხზე პეტიცია წარუდგინა, რითაც ამ აკრძალვის დაჩქარება მოსთხოვა. პოლიტიკოსების გადაწყვეტილება მაჩვენა, რომ შოტლანდიის მთავრობა პატივსცემს თავისი ხალხის ნებას. რის შემდეგაც პეტა შოტლანდიის მთავრობაში. ულტრათანამედროვე მაგიდა მელოუ არის უნიკალური Bluetooth სპიკერი, რომელიც მრავალ ფუნქციას აერთიანებს. როგორც ინოვაციური მაგიდის შემქმნელები ამბობენ, მას უწყვეტ რეჟიმში შეუძლია 7 საათის განმავლობაში მუსიკის დაკვრა. იდეის ავტორების თქმით, მას სუფთა და მაღალი ხარისხის ჟღერადობა აქვს. მისი გამოყენება შეიძლება ისევე როგორც წვეულების გამართვის და მუსიკის მოსმენის, ასევე ვიდეო თამაშებისა და ფილმების ყურების დროს. ის smartphone-ით იმართება და 10 მეტრის რადიუსის მანძილზე შეუძლია დაკავშირება. გარდა ამისა, მაგიდას ჩამონტაჟებული აქვს ენერგობანკი, რომლის მეშვეობით თქვენ რამდენიმე ხელსაწყოს ერთდროულად დატვირთვა შეგიძლიათ. მელოუს შემქმნელების თქმით, იგი ასევე მაღვიძარასა და DJ-ის ფუნქციასაც ასრულებს. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. მომღერალი სალომე კორკოტაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, როგორც მის მიერ Facebook-ზე ატვირთული ვიდეოდან ჩანს, მომღერალმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე ამერიკის ჰიმნი აკაპელაში შეასრულა. სალომე საკუთარი შესრულებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ამერიკელებიც აღაფრთოვანა. ამასთან მომღერალი წერს, რომ ის Super Bowl-ზე მიიწვიეს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულიას გუნდმა Golden State-მა Cleveland-თან NBA-ის ფინალურ სერიაში მესამე შეხვედრა გამართა. მესამე გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. ფაჩულიას გუნდმა სტუმრად ანგარიშით 118-113 მოიგო და სერიაში 3-0 დაწინაურდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც Golden State ჩემპიონი გახდება 10 ივნის Cleveland-ში გაიმართება. ახლა ამიტი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ახალი ამბები მე ნინო სამნიაშვილმა გაგაცანი და გამშვიდობებით შაბათამდე. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმავლობით ნახვა ყოველდღე საათ 7-ზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგწოდნეთ ტელეკომპანია გურჯაანი გოღრეთ სილქნეძე მაგთისასა და მაი ვიდეოზე ნახვამდის.